ორდინერის ახალი შრატ ტონალური მინდა დავტესტო თქვენთან ერთად. ორდინერის ყოველთვის ჰქონდა ტონალური, მაგრამ ცოტა ხნის წინ ამოიღეს გაყიდვიდან და ეხლა განახლებული ფორმულაციით დააბრუნეს ისევ. შეფუთვა არ შეუცვლიათ. ფერებში საკმაოდ კარგი არჩევანი აქვთ. მე ონლაინ შევუკვეთე ნოემბერში მათ ოფიციალურ საიტზე ფასდაგლების დროს. იმედი მაქვს, რომ ფერში ძალიან არ შევცდი. 1.2 ფი, ღია ფერი, ვარდისფერი pink ქვედატონით, უბრალოდ ნეიტრალურ ვარდისფერი ქვედატონით, მაგრამ ცოტა მეტი ვარდისფერი არის შიგნით, ვიდრე მე ველოდებოდი მართალი რო გითხრათ. ნახოთ როგორ დაჯდება კანის ტონზე. ნუ ტექსტურას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, შრატ ტონალური გვაქვს და ძალიან თხელი ტექსტურაა. საინტერესოა ფორმულაცია რამდენად შეცვალეს. ასეთი თხელი შრატ ტონალურისგან, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ დაფარვას არ უნდა ელოდო, მაგრამ როგორც ყოველდღიური ტონალური ვფიქრობ, რომ არ იქნება ცუდი არჩევანი. ფუნჯის გამოყენებას გირჩევთ, მაკიაჟის ღრუბელს არ გირჩევთ, ასეთ თხელ მსუბუქ ტონალურებთან ძალიან ბევრ პროდუქტს წაგართმევთ ღრუბელი. ძალიან მარტივად ნაწილდება და ერთი ფამფი ნახეთ მთელი სახისთვის საკმარისია. ვაუ, ტონიც მომწონს, ფერიც არ შემირჩევია ონლაინ ცუდად. მიუხედავად იმისა, რომ შეფუთვაში უფრო ვარდისფერი ჩანს, სახეზე აშკარად უფრო ნეიტრალურად ჯდება. ძალიან სასიამოვნო მსუბუქი ტექსტურა აქვს, ძალიან მარტივად გადანაწილდა კანზე. შრატ ტონალურისთვის აშკარად კარგი დაფარვა აქვს. ოკეი, მე დავასრულებ ახლა სახის მაკიაჟს და გაჩვენებთ, როგორ გამოიყურება ყველაფერი ერთად და რაც მთავარია, რამე ხომ არ აიქერცლება. ოკეი, ასე გამოიყურება დღევანდელი დღის მაკიაჟი და დასრულებული სახე. უნდა გითხრათ, რომ ტონალური საკმაოდ მატ ეფექტით ჯდება. კანი განსაკუთრებულად დატენიანებული არ მქონდა იმ მხრივ, რომ სუყე კრემი ამ ზესგან დამცავი არ გამომიყენებია. პირველი ჯერისთვის, ასე ვთქვათ, ყოველთვის ვაცლი ხოლმე ტონალურს, რომ აჩვენოს თვითონ რამდენი ჰიდრაცია აქვს, როგორ ჯდება მსუბუქად დატენიანებულ კანზე, რომ შემდეგ ვიცოდე უფრო სქელი კრემებისკენ წავიდე თუ კიდევ უფრო მსუბუქისკენ. ჩემი მშრალი კანის შემთხვევაში აშკარად უფრო მეტი ჰიდრაცია და დატენიანება და მომზადება სჭირდება კანს, რომ მშრალი ეფექტით არ დაჯდეს კანზე. ნუ სხვადან ჩვენც ახლა ბლაშიც და ბრონზერიც მატ ეფექტით არის. შესაბამისად, ყველაფერი ერთად უკვე საკმაოდ მატ ეფექტს ქმნის კანზე. შემდეგი გამოყენებისთვის აუცილებლად უფრო მეტად მოვამზადებ და დავატენიანებ კანს და უფრო რიჩ კრემს გამოვიყენებ და ვფიქრობ, მერე უფრო მომეწონება. პირველ კომენტარს თუ შეამოწმებთ კომენტარების სექციაში, იქ დაგიტოვებთ სრულ შთაბეჭდილებას დღის ბოლოსთვის, როცა უკვე ჩამოვიბან მაკიაჟს, როგორ იჯდა მთელი დღე ტონალური სახეზე.